ყველა ხალხის და ყველა ქვეყნის ისტორიაში არის თარიღები, რომლებიც ხალხის ბედს რაღაცნაირად ასვამს დახს. ზოგჯერ კარგის მომასწავებელს, ზოგჯერ ავად მოსაგონარს. 1921 წლის 25 თებერვალს თბილისზე აფრიალდა წითელი დროშა. რაც იმის მომასწავებელი იყო, რომ საქართველოს დაკარგა დამოუკიდებლობა და საქართველოში დასადგურდა საბჭოური რეჟიმი. რეპრესიები საბჭოთა პერიოდს სულ დასდევდა თან. ჩვენ მინდა მოვაგონოთ ყველაზე მასშტაბური რეპრესიების შესახებ ჩვენ ახალგაზრდობას. აქ არის ესე იგი ფაქტოლოგიური მასალა იმის აღნიშნული, თუ რა ზრდევდა თან კომუნისტურ მმართველობას, რა მოუტანა მან ქართულ თავს. მე პირადად და ჩემს ალბათ ბევრი იზიარებს მიმაჩნია, რომ 37 წლის უახლოესი 30-იანი წლების პოლიტიკურმა რეპრესიებმა ქართველი ხალხის გენოფონდს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა. განსაკუთრებით ძნელია ჩვენთვის იმის აღნიშვნა, რომ ამ რეპრესიებმა უამრავი ქართველი ქალის ბედზე იქონია გავლენა. ბევრი მათგანი დახრიდეს, აი მათი პორტრეტები ცალკე არის გამოყოფილი. ბევრმა გამოიარა 8-10 წლიანი გადასახლების გაუსაძლისი წლები. აქ ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი ამ განხილვაზე სიები, ეგრეთ წოდებული სტალინური სიები. ეს არის დადასტურებული ფაქტი, რომ დგებოდა სიები, აპატიმრებდნენ ადამიანებს, დგებოდა სიები, მიდიოდა მოსკოვში, იქ ამ სიებს წარუდგენდნენ კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს, სადაც ისინი ადებდნენ ვიზას, ანუ ლაპარაკი ზედმეტია ყველა შემოწმებას. ეს იყო სივრცელის პოლიტიკური ანგარიშსწორება. ხალხანისი აწერდნენ, რომ არ სიხედებოდნენ. რო დადრო ეს ასეთი რაღაცები საჭიროა, იმისათვის რომ ხალხი იყოს ყოველთვის ხიზლად და ფრთხილად. საქართველოს რესპუბლიკის დროებითი პარლამენტის თავმჯდომარე ნოე ჟორდანი ეროვნული საბჭოს ხდომაზე საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ყოფილი მეფის ნაცვლის სასახლესთან უამრავი ხალხი შეიკრიბა. სიონის ზარები შეუჩერებლივ იუწყებოდნენ მოულოდნელ, მაგრამ ისტორიულ გადაწყვეტილებას. ბლასამ გელაძემ ფეხით აეფინა მთაწმინდას და მამა დავითის სამრეკლოს ზარების რეგლით ილიას, აკაკის და დიმიტრი ყიფიანს თავისუფლება მიუღოს და სამშობლოს ამოწმო. აღდგა საქართველო. დღევანდელი ღონისძიების შეტყობა რატომ დღევანდელი ღონისძიება ეხება 1921 წლის 25 თებერვლის ოკუპაციას. საგებ დაჩერეთ, ხო როგორც ვიხდი, რომ ანუ რატო არის დიეთის შეშეს? ვინდა გაინტერესებს იციან თუ არის რა არის 25 თებერვალი და რა ხდებოდა იმ დღეებში. სამწუხარო აღმოჩნდა ძალიან ბევრი მარიცის. და ჩვენთვის ძალიან სამწუხარო და ჩვენი მიზანიც ეს იყო, რომ 5 ადამიანისთვის მაინც გვეთქვა, რომ ეს იყო მძიმე დღეები საქართველოში და არის კიდევ. ესეც არ არის დამთავრებული.